არ გაყიდოდნენ საქართველოს. ხვალ რუსეთში გაიღვიძე. მე როგორ შეიძლება რუსულ რეჟიმს თავი დავუხარო? ჩვენ კვლავ ვართ აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში და ჩვენ მოგიყვებით და განახებთ თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, რა პრობლემები აქვთ მათ და არიან თუ არა ახალგაზრდები ისევ რეგიონებში და სოფლებში. ჩვენი ინფორმაციით ამ სოფელს ბევრი პრობლემები აქვს, როგორიც არის მაგალითად მეწყერსაშიში ზონა, წყალმომარაგების პრობლემები. გავესაუბრებით და გავიგებთ რა უჭირს ამ ხალხს და როგორ ცხოვრობენ, როგორ თენდება და ღამდება მათი დღე. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში, რომ რეალურად გაიგოთ თუ როგორ ცხოვრობს ხალხი რეგიონებში. გამარჯობა, მასპინძელო. გენაცვალე, თქვენ შრომას გენაცვალე მე. როგორ ცხოვრობთ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა? ყოველდღიურობა სოფლის მეურნეობა ძირითადად. იფასდება შრომა? მეტნაკლებად რა. აი, რა არის, რაც ყველაზე მეტად გიჭირთ სოფელში? აქ ძირითადად წყლის პრობლემაა. საზაფხულში უფრო დაცხება და ტემპერატურა აიწევს, უკვე უჭირს წყალი. პატარავდება, ზამთარში არის. ახალგაზრდები არიან სოფელში რეგიონში თუ დაცლილია? დაცლილია თითქმის. რატო რა არის ამის? სამუშაო ახ სოფლის მეურნეობაში ისეც ვერ ნახავ ვერაფერს, რომ იარსებო გეყოს. მაგალითად თუ ამოდიან და გეხმარებიან ან რამეს გპირდებიან პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, არჩევნები ჩაევლეს და ყველა გაქრებ. აღარ არის. ეს 2012 წელს რო 5 მილიონი დაპირდეს ყველა სოფელს თქვენთან მოვიდა ეს 5 მილიონი? აბა. 5 მილიონი. ვინც გასული ვართ ახლა გარეთ სოფლიდან, სამსახურის სახლიდან აქ ვინცა, ზედა სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა. ასია, მეტი არაფერი. მაღაზია, საკვები? მაღაზია ბათუმიდან. აქ ქედის ცენტრშიც არის ახლა ახლოს მაღაზია. მაგრამ ვისაც ბათუმში გზა აქვს, იქიდან წამოღება ჯობია გაცილებით ძვირი ღირს აქ. აი, რისთვის ამზადებ ახლა რა უნდა დათესოთ აქ? სიმინდი, ოსნეობთ ძირითადად. ამ ყველაფერს თქვენთვის ოჯახისთვის აკეთებთ თუ უნდა გაყიდოთ? არა, ოჯახისთვის. არა აქვს მისდროს ის ფასი, რომ გიღირდეს თუ გაყიდო. ძალიან იაფია. უცხოეთიდან შემოსული ძალიან ბევრია. თუ გინდა თუნდაც პამინდორი, თუნდაც კერძი და აქ როცა მოდის უკვე ფასი აქვს ძალიან დაბალი. ჩასატანად არ ხის. მე პატრიოტი კაცი ვარ. გეგენას მე ქვეყანა მიყვარს, უკრაინაში ვერ ვიცხოვრე. ოროთახიანი ბინა დავტოვე და ჩამოვედი. ვერ ვიცხოვრე იქ, იმიტომ რომ იქაური ადათი წესი ჩემსას ვერ შეგუა. მე უნდა ვიშრომო, მე უნდა ვიმღერო, მე უნდა ვიცეკვო ქართულად. ქართულად უნდა ვიშრომო, ამ მიწას უნდა მოვეპერო. ამიტომ რომ ამ გულისტკივილ სიტყვი, მაინ ნაციონალია და ეს მოშხამეს ხალხი ამ არასწორი მიმართულებით. ხალხს თუ გულიტკივა მე რაშმაშია, მე გინდა ღობის შიგნით და მამწყდია და გინდა ღობის გარეთ. ქართველი ვარ, აჭარაში დაბადებულ გაზი, აქ დაბადებულ გაზილი ვარ სოფელში. და მიყვარს ჩემი კუთხე და გული მტკივა. მე ამას მივატოვებდი. განათლება მაქვს იმდენი რომ გზაკვალი გავიკვლიო და გავიქცე, მაგრამ არა, ვერ მივატოვებ, მე ეს მიყვარს საკაურობა. სკამიც ვიცი, ნამუშევარიც მაქვს და თოხიც. იქ სკამის რომ ებღაუჭებიან, ის ლაქა ჩვენ არ გვჭირდება, არ უნდა ვერ შეძელი, წაბძანდი ბატონო სახში და მოვიდეს სხვამ იხენძღვანელოს. მე ვერ წამიძეხი წინ, წამიძღვე სხვამ. ხო შეიძლება გარკვეული პერიოდი რაღაცა, მაგრამ ეხლა ასე არ ხდება რა, ამ ხალხს ხო? კი ვიცი საქართველოს, მე საქართველოს ყველა კუთხე კუნჭული ვიცი. ის დიდი გაჭირვებები ვიცი, ის დიდი მიუდგომლობა, ის დიდი უყურადღებობა. აი
სოფლები როა დაცარიელებული. აი მე მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული, ქედიდან დანახული თბილისში. რუსთაველის გამზირი, სადაც ახალგაზრდები იყვნენ აქციაზე, არიან და იბრძვიან. ჩემი თვალით კი არა, ჩემი სულით. აი როგორ გითხრა, გულით, არსებობით. მე იქ ვიყავი და იქ ვარ. გენაცვალეთ. და იქ ზოგიერთი ახალგაზრდა სტუდენტი რომ მათ გვერდით იდგნენ და ახლა არ მინდოდა ამ თემაზე და პოლიტიკაზე საუბარი და შემდეგ რომ იქ მუშტმოღირებულები რომ ახალგაზრდებს აი მუქარით იმათ სად რა შვილები უნდა გაზარდონ სუთეშვილი დავდება რატომ და მე 63 წლის კაცი ვარ და დღესაც შემიძლია 5 კილომეტრი ვიბინო და უკან გენაცვალეთ. ესა ცოლიკაურის ბაღი, ზევით მაქვს ჩხავერის ბაღი. ჩვენი სოფლის ძირითადი ტრადიცია, რო გითხრათ, გვაქვს სოფლისგან აქედან 7 კილომეტრამდე არის სამთო საიალაღო ტერიტორია. ნაუმეტესად ჩვენი მოსახლეობის სამთო საიალაღო ხულოს რაიონში უფრო ადიოდენ იმ დროს, როცა სპეცაკულნება უფრო მეტი იყო თანდათან შემცირდა. ძირითადი კულტურა აქ არის ვაზი, მოკეიფე ხალხი, კაი ხალხი, როცა ადამიანი ვაზს აშენებს, ის არის სულიერად მდიდარი. ეს ძმებია, ხო? რომ უკვე აი აქ ორია, ხო და? აი ორი. ერთი შეგვიძლია მოვაცილოთ. ეს მესამე ქონებია, მოვაცილე. ეს უფრო კაი ტევანს მოიბამს და კაი მოსავალ. როგორ არჩევთ ეს ზედმეტია თუ არ არის ზედმეტია? აი მოდით ახლა აგერ ვნახოთ ზედმეტია, აგერათ მაგალითად. აი აქ. ხო? ეს მაგალითად ზედმეტია. ეს რამეს ვერ გახდება. აი აგერ მაგალითად ავიღოთ. აქ ზედმეტები არის ბევრი, ხო? რომელიც არ გვჭირდება, აი? არ გვჭირდება ეს. ხო? ვაზმა თქვა რომ კვირაში ერთხელ ჩემო მეპატრონემ თუ არ გამიარაო, მოსავალს არ მივცემ. და გავივლით. გელაპარაკებათ. აბარა, ვაზი გველაპარაკება, გვესაუბრება და ის კინოტყულა არაა გადაღებული. ეს ცოცხალი არსებაო. ცოცხალიო, შენ მარტო ჭამაკი ყوارსო. ამათ არ გვაუნდა შრომა უნდა. ეს ადგილი არის მეწყერსაშიში ზონა. კი. ის ოჯახები, რომლებიც მეწყერსაშიში ზონაში არიან, მათ თუ აქცევთ ხელისუფლება ყურადღებას და ვინც მოხვდა ამ მეწყერსაშიში ზონაში, რამე თუ ეხმარება. აგერა ეს ოჯახი გახიზნულია ბათუმში. რა თქმა უნდა მუშაობენ და რაღაც შეიძინეს, მაგრამ ახლა აგერა თურქმარი, იქ ახლა ახალგაზრდობაა, ხო, იმათ თავისი რაღაც პატარა. არის, არავინ არაფერს. არის ბევრი ჩემი დიშვილის ოჯახია წონიარეში 40 არანაირი. გარკვეულს რომელსონ ძალიან რო იტყვიან ძალიან შეჭირვებული ოჯახი იყო, უქირავეს რაღაცად და ეხლა 300 ლარი რას 5-6 შვილის ოჯახში 300 ლარს რო დახმარებას გამოუყვება თქვენ მითხარით ან მე შეგეკითხეთ და თქვენ გამეცით პასუხი. ფეჭს ხედავ და გაზის პრობლემა არის სოფელში რეგიონში? გაზი არაა საერთოდ. გაყვანილი არა აქვს. ეხლა მოიყვანენ თითქმის გასულ წელს დაასრულეს, ეხლა უნდა დამონტაჟება სახლებში და ჩართვა ჩვენ თითქმის ამით ვართ ფეჩით და გაზი უბრალოდ ტრანსპორტი მოდის თუ რამე ქედის ცენტრში არის ბათუმში ვართ და მაგვაქვს გათბობა. ცეცხლზე მინდა კითხოთ, თუ გაქვს ცეცხლი გამოტანილი? ცეცხლი კი? რთულია. ცეცხლზე არ მკითხო. საქართველოში ვისაც ცეცხლი აქვს გამოტანილი, თუ არ კითხავ, კარგი იქნება. მე მაპატი 100,000 გამოიტანდა 250,000 მაქვს გადასახდელი და დანარჩენი შენ გაარკვიე. ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიონი დაპირდა ყველა სოფელს. მოვიდა 5 მილიონი თქვენამდე. ბავშვობაშიც არ მიყვარდა ზღაპრების კითხვა. მკითხულობდი შოთა რუსთაველს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზღაპრების სასტიკად არ მიყვარდა და ეხლაც არ მიყვარს. წავა. მაგიჭირებ. ოჰოი ნანა ხარი წყალის ბუდათანა შიკ-ჭიკ-ჭიკით მოჭუჭყული ამ სირთების სევდა თანა იმღერია ღვინიანზე
მიტირია კიდეცგანა როცა ჩემი ზველფი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა. სოფელი არ მაქვს, რადგან აფხაზეთიდან ვარ და აი სულ მინდოდა აი როგორც მეუბნებოდნენ სოფელი როგორი ტკბილი იყო, სოფელში როგორი ბედნიერები იყვნენ, სულ მაინტერესებდა როგორი იყო და აი 2 დღე ამას უყურებ უკარგეს ხალხთან ერთად და დიდი მადლობა ესეთ დახვედრისთვის. გავიგეთ მეწყერსაში ზონა არისო, თქვენ ხომ არ შეგხებიათ ეს პრობლემა? შემხვდა. მე ფუტკარი კაცი ვარ თანაც, ფუტკარი წამიღო. 25 თავი, ხელისუფლებასთან მივალ ვარი მითხრეს. და რა ვიცი და შრომობ ჩემით. ზე დადიან ხოლმე გიკითხავენ ან ხელისუფლებიდან ანუ აუ, არჩევნების დროს. და რომ მოდიან და რომ გიკითხავენ, მე შვებიან რამეს? რომ ვეუბნები გვეშველება რამე არაო, თქვენ არა და ჩვენ გვეშველებაო. უი, რა სიზა? აგერია. მათ ცხოვრობენ კარგად. სოფელი და სოფლის მეურნეობა მოსპა განადგურდა. ამ სოფელში იყო დაახლოებით ერთი ყველას ყავდა მეცხოველეობა, მეფუტკრეობა იყო და უკვე განადგურებულია. და ამის თავარი მიზეზი რა არის? რა არის და ხალხმა თხილი დაარგო, ფასები დავარდა. თევზი გააშენეს, ამაზე ხალხს მივიდნენ და ეუბნებოდნენ გააუქმეთ ბასეინები. ეგ ხალხი როგორი ცხოვრობს ხალხი? თევზი გააუქმოს, ვაზი გააუქმოს და როდის ვარ. დავცალოთ და თურქებს დურთმოთ, ესე? სოფლის დაცლა არის, რა ვიცი, ქალაქი არის სოფლით. ქალაქი არის სოფლით. მე რა ვიცი, მიყვარ, მე ქალაქშიც ვარ, აქაც ვარ, შრომობ, ამოვდივარ. თქვენ შვილებისაც ცხოვრობენ სოფელში თუ დადიან ხშირად? კი, შაბათ-კვირას დავდივარ ძირითადად. ესე უყვართ სოფელში ამოსვლა? სოფელში კარგი ჰაერია. სად ქალაქ უყვართ თუ ადრე უფრო უყვარდათ თუ როგორ შეიცვალა ეს რაღაც? ახლა ახალგაზრდებს ხო იცი, მაინც ქალაქი ურჩევნიათ, მაგრამ სოფელი დრო ადამიანი ხანში შედის უფრო სოფელი და მე რომ აქ მომავდივარ უკვე სხვა ჰაერია, სხვა ჰავა, სხვა სითბო, სხვა სიყვარულია და ძალიან მიყვარს სოფელი. ბატონო დათო, გამოგეცდება ყველა. მე მინდა ამ ჭიქით გლეხი კაცის ადღეგზაო დავლიო. აქ სადაც საუნა მოიხედო ყველაფერი თქვენი გაკეთებულია, ყველაფერი გლეხი კაცის გაკეთებულია. და ყველაზე მე თქვენ შრომობთ, თქვენი შრომი, თქვენი ჯაფი, თქვენი წვალებით მოიყვანეთ საქართველოს აქამდე და გლეხი კაცი შენარჩუნებულია საქართველოს. და მინდა ეგ მარჯვე ხელი დაგილოცოთ. ის ხელი რომელიც დიდ საქმეს აკეთებს და თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ყველაზე მეტ შრომობს და ყველაზე ნაკლებად უფასდებათ. მინდა გისურვოთ ღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი კარგი და ის შრომა რომ დაგიფასეთ, რასაც თქვენ შრომობთ და რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. საქართველოს სახელს და სახელიც ხართ თქვენ. გლეხი კაცი არის საქართველოს სახე. მადლობა ამ ყველაფერისთვის. დიდი წვიმა იყო. გამოსკა სკები მქონდა წამოიღო, შემოვარდა სახში. მადლობა ღმერთს რომ არ ვიყავით. ასე ჩაიტანა. და გვეუბნებიან გასახლდი. მე არ მინდა გასახლდი. ამ გაზაფხულზე ყოველთვის ადრე ყავდა ხარები. სად იყო ეს სახნავები? გაუბამდე მერე წავიდო და კეიფი. მაგარი იგინი იყო. მენატრება ეგ დროები. იქ ზევიდან გამოსხდა და იქ გზა გადის. აქ ჩამოვიდა, აქ სკები მქონდა. და პირდაპირ თქვენ სახს დააწვა. ვაჰ. 400 ლარს გიხდიან თვეში, ქირისას. სანამ არ დაგმაყვა ყოფილიყო. და რა ყოფნით ეს 400 ლარი? ზოგს ჩემსას ვუმატებ, ქირა არის 1000 ლარია, 800. 400 ლარი ქირა მე არ სად მაქვს, მაგრამ ახლა რადგან რაიონია? ესე თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო რა არის? ქალაქში ვშრომობ რა. აქაც ფუტკარი მინდოდა შესყიდვა, მაგრამ არ დამეხმარე. ფული არ გვაქვს ბიუჯეტში. მოსაპარად აქ ვარ, მაგრამ გლეხებისთვის არა გაწმინდა. რამდენი ხანი გავიდა რაც? 2 წელი მე-3 დაიწყო. აჭარა არის ძალიან მცირე მიწიანი, მაგრამ შრომელი ხალხია. ახლა მე გიჩვენებ თუ გადაიღე? იცოდა ეს გადავალაკეთ? ასე. აბა ეს უნდა ვქნა? იაღარით, აფი ზევით. აღარ უნდა მე.
დავინახეთ, რომ თვითონ ზოებში გაქვთ საფლავები გაკეთებული და ეს აჭარის ტრადიცია არის სახლთან გაკეთება. საგვარეულოს ახლა ეგ აბა ჩემსაც არ ახსოვდა აკაკაც ძველი საფლავები იყო. ძველი 300-400 წლის. ხო, როგორც ჩანს, ძველი აჭარის ტრადიციაა, რადგან ესე არ მინახავს არსად. ახლა ყველა საგვარეულოს მისიის აქვს. ახლა ზოგმა სოფლებმა საერთოდ გამოყეს. ახლა ისეთი კანონი გამოდის, რომ ვაზსავს რომ დაარგაო, ხელისუფლებამ და მოგცეზნებამ ვაზი დაარგეო და კაცი ვაზო მოაშორებ. ვაზის ქვეყანა ვართ, ფუტკრის ქვეყანა ვართ, ყურის ქვეყანა ვართ და ყველაფერს გვართმევენ. ამაზია. ლეხ შეუზღუდეს ყველაფრის უფლება. ვერიში ახლა ბოდიში და ლობიომ დაარგო და ხაშარი მოჭრა, ამაზე უკვე ჯარიმებია იმხელა რომ არაფრის უფლებას არ გაძლევს. თაობა რომელიც იყო წინა ხელისუფლება, რომელიც სწავლაზე იყო ორიენტირებული, დღეს თაობა მოდის და რომელიც ქურდულ სამყარო უნდა. ესა დაღუპვა, რომელიც მათ შექმნეს. ამათ არჩევნებში რომ მოიყვან იმათ დახმარებისათვის ის მოგთხოვს. მათ გააცოცხლეს, ახლა ებძვია. აი უბრალოდ სიტყვის გამო შეიძლება ადამიანები დაიჭირეს, აუ რაღაცაზე, ახლა ბევრი დაიჭირეს აჭარაში. მთავრობელ ტელევიზიაზე გადართავ. ბიჭო, თქვი ყველაფერი კაი ცხოვრება მეთქი. მიხვალ არაფერი არ გამოხვა. ტელევიზორში კაი ცხოვრება. მაგრამ რეალურად რომ დაინახო, ხალხს ლოყაზე დარტყმის ის გუშვებენ და თავპირი დაულეწეს ხალხს და იგი არხეინად დადის. აი ესა უსამართლობა მიგდე, უსამართლო. კანონი არის ჩვენთვის, მათთვის არ არის. აი ზიამ გამარჯვებული. იგი გამარჯვებული. აი ხა ის კი ვერ როგორ ის რა სიტყვა მინდა აგიხსნა. ვერ დააჩოქეს, ვერ როგორი ვიცი ქედი ვერ მოახრეს. ის ამაყია და ის უფრო ციხეში მაგარია, ვიდრე ის გებუაზე გაკეთდა. ანუ ეს ბიჭი მომაშორეთ, მათ ხოლმე ყველგან უკვე აღარ შემიძლია. რამდენ ოჯახში ვიყავით, ხო? ვერსად ვერ დავტოვე, ვერ გავათხოვე. ანუ ვერსად ვერ დატოვერა, ყველგან მიტოვებდნენ. და შენ რო ცოლი ვერ გიშოვეთ? მე არ მჭირდება. მე ხრევს მაინც თავაზობდნენ და შენ გოგო არ გაგატანეს. როგორ ბრძანდები? მადლობ თავად როგორ გამარჯობა, როგორ წადი? ჩვენ ვართ თბილისიდან სტუდენტები და გვინდა რომ გავიგოთ როგორ ცხოვრობენ სოფლებში. და შეგხედეთ როგორ ცხოვრობენ. რას მოგყვებით თქვენ? მაგრამ ძალიან ბედნიერად თავისუფლად, სულით თავისუფლად. გზა არ გვაქვს ხომ ნახეთ? გზა მეწყერსაშიში ზონა არისო ასევე გავიგეთ, გაზის, წყლის პრობლემები. რამოდენიმე ოჯახი გასახლებულია აქედან, მაგრამ რომ არ მისცეს იმდენი თანხა, ისევ დაბრუნდნენ. თითქოს გაიყვანეს გაზი, მაგრამ რა ვიცი, ჯერ არ ჩართულა. დრითი თფებით ზამთარში სამის პერიოდში. შეშით. აი მე მიყვართ მოთხრები. მოდი რა ჩებ. მუშაობთ, რა ვიცი, ასე რა, ვერთობით. ანუ ბევრი მიწები არ აგვაქვს აქ. ერთი მიწა და ამისთვის ჩვენ რა ვიცი, როგორ ჩვენ გვინდა ჩვენს ოჯახს. უნდა ისევ შრომოთ, ბევრი ყვავილი. ისე რა არის თქვენი განტვირთვის საშუალება ამდენი შრომის შემდეგ? რითი ისვენებთ? როგორ ერთობით? როგორ ვერთობი მე პირადად ყვავილებს ვუვლი და მეზობლებთან ყავაზე. სხვა რითი უნდა ყავთ გაერთო? ბევრი დაქალები სოფელში? ბევრი აღარ არის. რატო? ბათუმში არიან წასული. ქალაქშია ყველა წასული? ყავდა. ვაიმე ვაიმე. მეტრა. ამას თქვენ ყიდით თუ საოჯახოდ? არა, ეს ცოტაა და ჩვენ თვითონ ოჯახში მათთან. რას გახტია? არ ყიდით, ბევრი არ აქვს. ტელევიზორს თუ უყურებთ? აი, ქვეყანაში რა ხდება? არაფერი თუ იცით რომ ახალგაზრდები დაჭრილები არიან, რუსთაველზე აქციაზე რო იდგნენ. ძალიან მწუხვა და მეწოდებია. რამოდენიმე ჯერ იმ ბიჭს ვუყურე რომ ძის აგდია და ჯერასე უკან ჩაატყა მეფესთან მე საშინელება. ადამიანი გამოდის ახალგაზრდა და ითხოვს თავისუფლებას, სხვა რას ითხოვს? არაფერს. ეს მყავს აგერ ბიჭები ახალგაზრდები და ვიცი რაც არის. სახელმწიფო გიფასებს თქვენ შრომას? არ დაგხმარებია და მოგიფასებდეს რაღაცაი გეხმარება. აი როგორია თქვენი ერთი დღე, როგორია სოფლის ცხოვრება, რაიონის ცხოვრება? რაიონს არ ვიცი და ჩემი გივიცი თუ არის შრომე, ვერ შეჭამ.
ყოველდღიურად ერთ დღეს რო ჩამოვჭი ცხოვრებას, ძნელია. აქ 30-40 კაცს ლუბოი ვარიანტში მოუყრიდი თავს და ეხლა რო გინდოდეს ორ შაბათისგან შაბათის ჩათვლით ორ კაცს ვენახავ მით უმეტეს ახალგაზრდას. ყველაზე ცუდი აქ რაც არის მედიცინა 0. სასწრაფო დახმარება ამოდის დროულად. სასწრაფო დახმარება ამოდის და მივადა შეგაგდებს ფულში. თუ ფული არ გაქვს ჯიბეში, აზრი არ აქვს სათხარ. უფასოა მაგი, მიყვანა უფასო და მაგას 5 ლარში ტაქსიჩი გვიყვანს და არა მაგის პრობლემა. ასთმა მაქვს პენსია. და ასთვის სამლებში არ ყოფნის სასწრაფოებულო. რადგან მაგ სამლებში და დიაბეტზე ვიყენია ხოლმე. პენსია არის ახლა უბრალოდ წამლები, მედიკამენტები რომ შეისყიდო და რაჩენი საქმეები ფული უნდა. დიაბეტი აქვს და ასთმა აქვს ამას. და რამდენი აქვს 200 ლარი. პენსია და არ ყოფნის მაგის წამლები. არავინ არ დადის, კაი ხანი არ ყოფილა რავი, გადიოდნენ ადრე ჩემ ბავშვობაში, მაგრამ 20 წელია არავის არ შეუხვედრივარ. წინა თორობა დადიოდა. სტავრობა არა. 2012 წელს რო დავპირდნენ იმას 5 მილიონი თითო სოფელსო და თქვენ სოფელსა თქვენ შეგეხო. ყოველ 5 მილიონი მოგწეს. 5 მილიონი გეიტანენ, კი არ მოიტანენ. თქვენი თვალით დანახული აი ეს ახალგაზრდობა რომელიც რუსთაველის გამზირზე იდგა. უსამართლობა ეს არ უნდა იყოს ესეთი რეპრესიები რა, ეს უკვე კომუნისტური რეპრესიებს გავს უკვე რა. ეს რო დაიჭირენ და რაღაცეები ეს ძალიან ცუდი ვითარებაა რა. ეხლა უბრალოდ ელემენტარულზე უშვებენ სროგზე რა. ეს ძალიან ცუდი ისა დამოკიდებულება. არის რაღაცა ჯარიმით რო შემოიფაგრება, მაგრამ აუგნებიან არის სწავლო რა, დასავლი არავის არ უნდა ისეთი გიაყვაზე ხა თემა. მოკლედ რო გითხრა. ამიტომ იჭირავენ. და მოგზაურობენ იქ გამოსვლას და თავისუფლებას ზღუდავენ რა, თავისუფლების სიტყვას უკვე ზღუდება რა. ახალგაზრდას რო აღარ მივიცემ რა, შვახნის ხალხს რო აღარ მიცემ უკვე თავისუფალ აზრის გამოხატვის უფლებას, ეს უკვე ძალიან რთული ისაა რა, რეპრესიები. როგორ მოხდა ეს აზარელი შემთხვევა? ეს მოხდა კაბელებიდან რა, ელექტროებით. ძალიან დიდი ხნისა იყო გაყვანილი და შიგნით იყო ხეაკრული რა, მთლიანად. და ღამე მოხდა ესე რა. 1 საათი არ მომდე რაღაც 40 წუთი. 40 წუთში ეგრევე ყველაფერი დაიწყო რა. სახლში იყო ვინმე? კი. მე და ჩემი მშობლები ვიყავით. და მშობლების გადარჩენის დროს აი დამწვარი ქონდა, ეხა მომირჩა რა. მაგრამ გადავჭით რა. მოვიდით ყველა გარეთ, მაგრამ აქ უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერს. კი, ამევიდა სამაშველოც ამევიდა სახანძროც ყველა, მაგრამ აზრი აღარ ქონდა რა. რამდენი ხნის წინ მოხდა ეს ამბავი? ეს მოხდა 28 დეკემბერს. ვირდებოდე რაღაცა იქნება დახმარებაო. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არა, კიდე განხილვაში რაღაცა ეკთემა. ხო და მე გვითხრე 400 ლარიანს ვიხდია რა, ქირისას. სხვა სახში ვცხოვრობ ეხლა. 400 ლარს გვირიცხავენ რა, უბრალოდ ისაა და განხილვაშია და ველოდებით ამას. და ამას უკვე ახლა რაღაცაები დავიწყე ცოტა ჩემი სახსრებით რა. და ველოდები თუ დააფინანსებენ თუ არა და მაინც უნდა გავაგრძელო ჩემი სახსრებით, რა სხვა გზა არა. ცხოვრობდი აქ, აი ძველი სახლი კი არა, იმენა ცხოვრობდი რა. ყველაფერი მქონდა აბსოლუტურად რა. აი სოფელში, სოფლის პირობებში ძალიან მაგრად ვიყავი რა. და უცებ ხოვაზე ხარ 40 წუთში ყველაფერი იგერიალას. ყველაფერი დაიწვა. რამდენს დაკვირდნენ? 20-დან 25-მდე დაკვირდნენ, მაგრამ მაგის იმედის ჯერჯერობით არ მაქვს რა. რატო არ გაქვს იმედი? რავი, ამდენ ხანზე ხან რაღაცეებს ისე ამბობენ, რომ დრეო სხვა კანონი იყო. ეხლა ამ კანონის მიხედვითო არ გეკუთვნისო, მაგრამ განხილვაშიაო და ველოდებით რა. მარტო გადავიჩინე თავი. სხვა არაფერი არ გამომიტანია საერთოდ სახლიდან. არასად. ვაფშე ერთი იგის რა ქვია აი პირადობა აი მართვის მოწმონდა იგენი ახალად აღვადგინე რა საერთოდ დოკუმენტები რო დაგეწვა მაგიტო ვეღარ მუშაობ გემზე? არა დოკუმენტაციაც დაიწვა მაგასაც ცნობის ის უნდა რა გაკეთება უნდა მე კიდე მაგასაც ძალიან დიდი თანხები უნდა აღვადგინო რა ესე მიდი და მოგცემენ ესე არა რა ძალიან 1-2-3000 ლარი მინიმუმ გინდა მინიმუმ მე უკვე დრო და რავი ახლა
ველოდები ახლა თუ არიცხენ და რაღაცა იმედი მაქვს, მაგრამ წასვლის უკვე ვეღარ მივდივარ რა. რამდენი წელი ემსახურე გემს? 13 წელია ვიყავი რა. 13 წელი ვიყავი ზღვაში. აი როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, როდესაც ეს საზარელი შემთხვევა მოხდა და უცებ ყველაფერი გაკაწყობილი რა. ეგრე რა. ახლა თქმით შეიძლება ადამიანმა ვერ მიხდეს, მაგრამ ვისაც გამოცილი აქვს, ეგრევე მიხვდება რა. ყველაფერი გაკაწყობილი აბსოლუტურად. უკვე უნდა იცხოვრო როგორც იცი ლაღად რა და უცებ 1 საათში 0-ზე ხარ. როგორ 0-ზე იცი? ვერ ვფიქრობ საინანდე იწყო. აი ფსიქოლოგიურად არის ეს ძალიან კატასტროფა. ეხლა ვისაც გამოცდილი აქვს, არავის არ გამოაცდებიოს ღმერთმა რა. იღვიძებ და ცეცხლში ხარ. და მარტო გადარჩენაზე გაქვს რა თავი. მიდე ტელეფონი თავთან მედო და ტელეფონის აღებაც ვერ მომასწარი რა.